და გამოჩნდა მისტერ გაბრიელენ სულები. რა? ვიჩქარე შენს გამოიჩქარე? ხო. მაგადა უკვე ზარი დაირეკა, ბიჭო. ვიცი. ზარი დაირეკა შესulis და კიდე შენ ამას ნაჩქარებს ეძახი? ამოიღე მარჯვენა ჯებიდან პრიზი იგი საყურველი. მარჯვენადან. მაიმუნი აღმოჩნდა. ოპაც. ო, სნიკერსი. სნიკერსი ცულები. გამონცულე? ნახე რა მაქვს. რაღაცა მოწყენილი ხარ. კი ვარა, მე ძმან ცული. რა არის? ის რა ქვია? ესე რო ისვრია. აი, წავალ. ნინჯა არა, ნინძა. ნინძა. სამენცულები, 4 მცულები. Кайხანია მე და მისტერ გაბრიელს გულახდილი საუბარი აქონია და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განვიხილო გაბრიელთან ერთად, რომელიც ჯერ არ გამიჟღერებია და არც მისტერ გაბრიელმა არც. ციყვი ისმენ. მომზადე ძალიან სერიოზული ინფორმაცია მოგეწ. მოკლედ 10 დეკემბრიდან 10 აპრილამდე გამომიჩნდა სამსახური აზერბაიჯანში. საკმაოდ კაი პირობებით, კარგი ანაზღაურებით და არც თუ ისე შორია აზერბაიჯანი. აქედან არის სულ რაღაც 6-7 საათის სავალი გზა მანქანით. ნუ ჩათვალე აქედან ბათუმში რო ჩახვიდე. მერე არ გეკითხები წავიდე თუ არა. რა აზრის ხარ? აუ რა ვიცი, შენს გარეშე ძალიან ძნელი იქნება ეხლა. მართლა ძალიან ძნელი იქნება. მოკლედ იმას დავაორგანიზებთ, რომ ბაბუამ გატაროსან ვინმე. ვარჯიშზე ყავდა ბაბუა, ბოხუას 5 ნომერი იცის სად არის, უპრობლემოდ წაგიყვანს, წამოგიყვანს. მეც ვიცი კი. ხო. ისნის ვარჯიშებზეც გატარებენ, მაგის პრობლემაც არ შეიქმნება. ასე რომ აწილობრივ ეს პრობლემა მოგვარებულია ჩათვალე რა. ეს შეიძლება მოგვარებული იყოს, მაგრამ მე ძნელი იქნება უბრალოდ შენს გარეშე. ძალიან მოწყენილი ვიქნები, ვერ გავერთობი, ვერავისთან. მე რა გართო? მართო კი, გაეჩავდივარ თხან რას ვაკეთებთ, ხან რას ვაკეთებთ. ვერთობით და მე არავის რო არ სალია, არც ჩემდებს, არც დედიკოს, არავის არ სალია და ხო რა, ძალიან მომბეზრდება ყველაფერი ალბათ. და მოწყენილი ვიქნები ძალიან. ნუ პრინციპში 5 თვეა და 5 თვე უცებ გავა და 15 აპრილს შენი დაბადების დღეა, შენი დაბადების დღისთვის ჩამოსვლას წესი და რიგით მოვასწრებ. ეხლა მითხარი, აი ვარჯიშებზე რომ მიდიხარ, კაცურად მითხარ. შენ შეძლებლობის რამდენ პროცენტს ხარჯავ? აი რამდენი პროცენტით იხარჯები? 100-ით. ბოლომდე იხარჯები? კი, ყველაფერს ვცდილობ რაც შემიძლია. ხო? კი. ზოგჯერ რომ მეჩვენება რომ ცოტა გძინავს. ეგ იმიტომ რომ სკოლიდან რომ მოდივალ ხოლმე და დაღლილი ვარ, კიდე შაბათს და კვირას ხანდახან ვითიშები, იმიტომ რომ სანამ ვარჯიშზე წავა მაგალითად ხო მაგ ვარჯიში გვიან ვიძინებ ძალიან და აი გვისი ბრალია გვიან რომ ჩემ ბრალია. შენი ბრალია, ჩემ ბრალია. მე როგორ უნდა გამოვასწოროთ? და დავიძინო 12-ზე და 11-ზე. 12-იც გვიანია, გენცო. 12 არა, ეგეც ძალიან გვიანი. 11 მაშინ. 11. დიახ. 11 კაია.
შენი კომფორტის ზონა სად უფრო არის? ზღვაზე, თაში თუ სოფელში? თაში და სოფელში. ზღვა დაივიწყეს, რა არის ზღვა? როცა გაგმთა და სოფელი ძმო. ყველაზე კაი ადგილია. აი სოფლის მუღამი რა გაქვს? აი სოფლის ხიბლი რა. აი წელს მაგალითად კაი დრო ვატარეთ, ხო სოფელში? კაი რაღაცები ვაკეთეთ, ვიგიჟეთ, ვიცელქეთ, ვივარჯიშეთ, ტურნირები მოვაწყეთ. მომისმინე. აი ხა წაში ბათუმშიც იყავი. სოფელშიც იყავი. და სოფელშიც და ბათუმშიც. დიახ. მე ბათუმში და სოფელში და თბილისში. სად უფრო კაი დრო ვატარებ? სოფელში 100%-იანი. ბათუმში იმენა მარტო ზღვაზე მივიდეს, ხო ვერაფერი ვერ ვაკეთე. შეჩემსავით სოფლის ბავშვი ხარ იმენა რა. სოფლია სხვა რამე, სხვა გარემოა რა სოფელი. სხვა დონისაა სოფელი. უფრო მაღალი დონისაა, ხო? ხალხი როგორი ცხოვრობს სოფელში? ანუ ძალიან შრომელი ადამიანები ცხოვრობენ სოფელში, ძალიან შრომელი ადამიანები. უბოროტოები, კეთილები. ძალიან კეთილები. აი რაღაცა რომ მოპარო, რო არც ეწყინებათ. აი მაგალითად მაიცა. მოპარვაში რას გულისხმობ? ანუ ნახე მაგალითად ნუ მოპარვა რა. ხო? ან თუ რამეს იპარავდა რომ დაგინახოს პატრონმა, ალბათ კი არ გაგიგა. რის მოპარვას გულისხმობ? რაღაცა, სიმინდი, ვაში. აი ეგრე თქვი მე რა, კაც შეიძლება ვიღაცა ფიქრობს რომ სახილიდან ტელეფონი მაქსივარი მოპაროს. სიმინდი, მაგალითად, ანუ რაღაცა ხილები რომ მოიპარო, კი არ გეჩხუბება. ანუ რო შეხვიდე ბოსტანში და ატამი მოპარო, ვაშილი მოპარო სიმინდი. პირიქით გეტყვის აიღე შენი იყოს შვილო. კი არ გაგიბრაზდება. ეხლა მოდი გულახდილად. გისმენ. როცა შენ ძმაკაცებთან ხარ, მაშინ უფრო მაგრად ერთობი და კარგად ერთობი თუ როცა ჩემთან ერთად ხარ? როცა შენთან ერთად. ხო და მაგას გეუბნები ხომ ცოტა მასე არ შეიძლება ძმა. შეიძლება ვიღაც შობელს უხაროდეს რომ აი ჩემი შვილი ჩემ გარეშე არა, მაგრამ მე მასე არა ვარ. მე და შენ კი ვართ ერთმანეთის სამყარო. შენ ხა შენს მეტი და ქეთოდაელეს მეტი და დედიკოს მეტი თქვენ ახართ ჩემი ყველაფერი, მაგრამ შენი სამეგობრო წრე სამყარო უნდა შეიქმნა. აი ხა ნახე, მივდივარ 5 თვე. მეგობრებთან ძალიან ვერთობი, მაგრამ აი შენთან უფრო ძალიან მაგრა ვერთობი შენთან. იმიტომ რომ მეგობრები ისე არ ცანცარები, როგორც მე ვცანცარი. კი. Am I right? Yes, of course. თუ კიდე წეხლა პირდაპირ. უფრო ვერთობით რა, უფრო სხვანაირი რაღაც. სხვანაირია რა. მართალია და ძმაკაცურია და ნახდენცულია. ბიჭო. ეხლა შენთვის ერთ სიურპრიზი მაქვს. აბა. ამერიკიდან გამოგიგზავნეს პასუხი A. სკეიტბორდი, B. გორგოლაჭები, იგივე როლიკები, C. PlayStation 5, D. ველოსიპედი. დაასახელე A, B, C თუ D. რას ფიქრობ შენ? ველოსიპედი რომელი იყო? D. D მაშინ. რობოტ. D? PlayStation-ია D? არა. რა იყო D? არ მახსოვს. იყო სკეიტბორდი, B იყო როლიკები, გორგოლაჭები, C იყო PlayStation 5, D იყო ველოსიპედი. C არა, C ვერ იქნება. D ალბათ ველოსიპედი. აი რაღა მაინც და მაინც D ალბათ ველოსიპედი. იმიტომ რომ შენ ტელეფონში ხوار დაძრები რაღაცებს ხوار კეთებ. როლიკები რა თმინდა, სკეიტბორდი რა თმინდა, PlayStation-ი რა თმინდა, უკვე მაქვს 4. და ალბათ ველოსიპედს მომცემდნენ. Think smarter, not harder, bro. მართალი ხარ, ველოსიპედი გამოგიგზავნა. მართლა? ვარა მაგარია. პირდაპირ ნიუ-იორკიდან. ოპა. 10 დღეში ჩამოვა. ველოდები. და კიდე ერთი. აბა. შემდეგი კითხვა. And the question number 2. What is it? მეგობარცულებო, ეხლა საჩუქრად გამოგიგზავნიან საახალწლოდ. A. ბურთი, B. ბუცი, C. შიპოკანცულები, D. ხელთათმანცულები. Which one? A. რა? ბურთი. ბურთს გიგზავნიან? nope, ჩაიჭერი. არა ძმო. ხელთათმანებს გიგზავნიან ძალიან მაგას.
ოპა. პროფესიონალურ საახალწლოდ გექნება პროფესიონალური რამდენი ხელთათმანი. ხანია წამინდა ხელთათმანი? ისეთი ხელთათმანი, რომელიცაც პროფესიონალი მაკარები დგანდა ვარჯიშუნცულობენ ბიჭუნცულობენ. ოპა. მოკლედ ველოსიპედსაც და ხელთათმანებსაც ერთი და იგივე პიროვნება გიგზავნის. რა მაგარია. ჩვენა პიროვნებას უკვე ვიცნობ, ჩვენა პიროვნებამ უკვე ერთ საათს ჩქარი გავიკეთა. და როცა ჩამოვა იგი ჩვენ მას გავაჟღერებთ. დიახ. ოკენცულენ. ძილენ. შენი აზრით მე რო სართულიდან რო გადავაგდოთ iPhone 5. დიახ. რა მოუვა? დაიშლება. როდის გადავაგდოთ? კვირას. კედელს რო შევახეთქოთ? კედელზე შევეხეთქო საერთოდ. ნაკუწებად იქცევა? დიახ. რა დედარის თქოს აპირებდი? ნაცოეთირცება. შემაშინდა ისე დაიწყე. კაი, წავედი დავიშალეთ. ნახონდულენცოები. ნახონდულენცოები. ნახონდულ. კაი, წავედით. ჯუჯანცულა. შენ რო შემოიპარე გუშინ და თელეგრამი რო დარჩი და გეძინა და ხრინავ და ქალბატონო, ჯუჯა. ეს ჩვენთან ცხოვრობს ზამთარში და ზამთარს ვაზამთრებინებთ ხოლმე. წავედით? კაი, იყო იგზენი თავი ადამიანად გუშინ. შესაძლოა ზუზი დაასაფლავეთ? ზაზუნა მოგუკვდა ჩვენი ზუზი. დიახო. მე დასამარხია ბიჭო, მაინც ჭიები უნდა გავუჩნე. რატო არ წამოიყვანე დღეს? მე არ მეცალა, წამოდი. აი სკოლაში მიდო სკოლაში წამო. ხოდა ეხა ავიდეთ და თუ ისევ სახშია და ისევ თავის იმაშია გალიაში ჩამოიყვან დავასაფლავთ. ხვალ დავმარხოთ. რა ხვალ ბიჭო აყროლდება? ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.